მოგესალმებით. დღეს გვექნება ინფორმაცია კონკრეტულად ცეცხლის სტიქიისგან. ის, რაც ამ მომენტისთვის საჭირო არის, რომ იცოდე, რაც საჭირო არის, რომ ინფორმაციულად მიიღო. მათ ვისაც ეს ვიდეო შეხვდებათ, კონკრეტულად თქვენთვის იქნება ინფორმაცია. ვისაც გჭირდებათ პირადი კონსულტაციები, შეგიძლიათ მომართოთ Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. მაშასადამე, ცეცხლის სტიქიისგან ინფორმაცია თქვენთვის. რა გჭირდებათ ახლა ამ ეტაპისთვის, რა უნდა იცოდეთ? ეცადე, რომ უფრო მეტად დააწესო საზღვრები შენ ირგვლივ მყოფ ადამიანებთან. ნუაძლევ უფლებას, რომ სიტუაციურად გამოგიყენონ. ნუაძლევ უფლებას, რომ იმაზე უფრო მეტი გაბედონ, ვიდრე საჭირო არის. პიროვნება შენ რაღაც მომენტებში ზედმეტად სუფთა და ზედმეტად ალალი ხარ. შესაბამისად, ხშირად არის გულის ტკენის მომენტი და გამომყენებული სიტუაციის მაჩვენებლობა, ხო? იმისთვის, რომ არ გამოგიყენონ, მეტად მკაცრი გახდი. კიდევ რა არის საჭირო? დროა უკვე გაიზარდო ასაკის მიუხედავად, დროა უკვე გამოხვიდე ჩიხის პოზიციიდან. ნუ გეშინია, რომ ურთიერთობები შეიძლება დაინგრას, რომ ადამიანები შენგან წავიდნენ და თუნდაც მარტო დარჩე. ისეთი ტოქსიკური გარემოსო ქონას, რომელიც შეიძლება შენ გარშემო იყოს, სჯობია, რომ ესეთი ადამიანები საერთოდ არ ყავდნენ გარემოცვაში. არავის მისცე უფლება საკუთარი თავი, რომ გამოყენებლურად გაგრძნობინოს, რომ სიტუაციურად გამოგიყენოს. დასამთავრებელი ურთიერთობები დროა უკვე რომ დაამთავრო. ნუ გაგშიში იმის, რომ მარტო დარჩები. მარტო ნამდვილად არ დარჩები, შენს ირგვლივ არის შენი ოჯახი, შენი წინაპრები, გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც შენ ცხოვრებაში ძალიან კარგ სიტუაციური კუთხით დადგებიან, ეს იქნება კონკრეტულად ახალი ნაცნობობა, ახალი ადამიანები და იმ ძველ ტკივილს და იმ ყველაფერ ძველ უსიამოვნო ფაქტორებს ნამდვილად შეგივსებენ და ცხოვრებისეულად გქონდა. იყავი მეტად აქტიური, თუ პირობითად არ მუშაობს სამსახურეობრივი სიტუაციის კუთხით, ეცადე რომ სახლის სიტუაციებში მაინც რაღაცით დაიტვირთო თავი, რომ გონებრივად უფრო მეტად გადართული იყო საკუთარი თავის ძიებაში, ხო, რაღაცა ახალის კეთების პროცესში, რომ მეტი ფიქრის დრო არ ქონდეს სიტუაციურად. ძალიან ძლიერი მფარველობა გაქვს შემოქმედის მხრიდან, შესაბამისად, უფრო მეტად გწამდეს იმის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ყოველთვის იქნება თემა, რომ გამოხვიდე პრობლემებიდან. ყოველთვის გაქვს მფარველობა, უბრალოდ მეტი მადლიერება გამოხატე შენი მფარველების მიმართ. ასევე გაითვალისწინე, ვის ეხმარები და ვის სჭირდება რეალურად დახმარება და სად არის სიკეთის ზღვარი. თუ ვინმე დახმარებას არ გთხოვს, იქამდე შენი სურვილით დახმარება არ განახორციელო. წინააღმდეგ შემთხვევაში დაუბრუნდები იმ ძველი წლის მდგომარეობას, რომელშიც იმყოფებოდი. ინტუიცია გაქვს საკმაოდ ძლიერი, პასუხები ყველა კითხვაზე გაქვს, მაგრამ ნუ ბლოკავს საკუთარ თავს. მეტად უსმინე შინაგან ხმას, რომელიც არასოდეს არ ცდება. გისურვებ წარმატებას, ბედნიერებას, კარგად ყოფნას, ნახვამდის.